ვ და ჰ. ასე იწერება ებრაულ ენაში ღმერთის ერთ-ერთი სახელი. აი ამ სახელით არის მაგალითად, როდესაც მოსეს ეცხადება და ეუბნება, რომ მე ვარ რომელი ვარ. ამიტომაც აი ამ კონკრეტულად ამ სახელს, აი აქ ხომ ელოჰიმ გვიწერია ჩვენ, ელოჰიმ არის ღმერთის სახელი. მეორე სახელი იახვე, რომელიც გელაპარაკებოდით, ასე იწერება. ოღონდ სინამდვილეში ეს მაშინ ამის თქმა და განმარტება თქვენთვის დამავეწყდა. სინამდვილეში ამ სახელს როგორ უნდა წარმოითქვას სწორად, არ იციან ეს. დღეს რო ვიღაცა გამოდის იეღოველი ვარ, რო გეუბნებათ, იცოდეთ რომ ტყუის არ იცის მან ეს სახელი როგორ გამოითქვის სინამდვილეში. იეღოვა რო ეძახიან, არ არის ეს სახელი იეღოვა. ყველაზე უფრო მიახლოებული არის შეიძლება ითქვას იახვე, რომელიც ებრაულად ასე შეიძლება უფრო ჟღერდეს, მაგრამ ეს იყო სახელი, რომელიც წელიწადში ერთხელ უნდა წარმოთქმულიყო და აბსოლუტურად ყველა უნდა დაჩოქილიყო. და სხვათა შორის ძალიან საინტერესო ამბავია მინდა გითხრათ ებრაულ ტრადიციაში. ორ სასწაულზე ლაპარაკობენ, რომ ძალიან ბევრი ხალხი იკრიბებოდა, ბუნებრივია შეიკრიბებოდა, როდესაც მათ ჰქონდათ რაღაცა, თუნდაც აი პასექის მსახურება ან რაღაცა სხვა ესეთი მსგავსი და როდესაც ამ სახელს წარმოთქვამდნენ, ყველა უნდა დაჩოქილიყო. და სასწაულად ასახელებენ იმას, რომ წარმოითქმებოდა ეს სახელიო და ყველა იჩოქებდა ისეო, რომ ერთმანეთს არ ავიწროებდნენ. ანუ ძალიან ვიწროთ რო დგახარ, ეხლა ტაძარში წარმოიდგინე. დაჩოქებას ახერხებ, ვერ ახერხები. მით უმეტეს ყველამ რო დაიჩოქოს ამას ხო, აი ამას სასწაულად დიდე რომ ყველა ახერხებდა დაჩოქებას და მეორე სასწაულად ითვლებოდა ის, რომ დღეში მინიმუმ არა ეგ შესამოსელი არა, მეორე მწვანე რომელიც არის იქეთ უნდა შეიტანოთ. და მეორე სასწაულად ითვლება ის, რომ დღეში მინიმუმ იკლებოდა 2 შესაწირავი. მინიმუმზე ვლაპარაკობ, ერთი დილით და ერთი საღამოს. და წარმოიდგინეთ, ამისი სისხლი უნდა აბყურებულიყო, იქ რაღაცა მერე ეს რაღაცა ხორცი მთლიანად დასაწვავი იყო, რაღაცა ვთქვათ ნახევარი უნდა დამწვარიყო, ნახევარი უნდა დარჩენილიყო. ანუ სულ ხორცთან და სისხლთან იყო ეს საქმე და შემხებლობა. არც ერთი ბუზი არ იყო იქ. ეს ითვლება კიდე მეორე სასწაულად ებრაელთა ოღონდ ეს გარდამოცემებში წერია, სადმე წმინდა წერილში ჩვენ ამაზე მითითება არ აქვს, მაგრამ ებრაული გარდამოცემების მიხედვით ასეთი ორი სასწაული ხდებოდა. ერთი როგორც გითხარით, რომ ამ სახელის წარმოთქმის დროს იჩოქებდა ყველა ისე რომ საოცრება ესე ვიწროთ მდგომი ხალხი ყველა ახერხებდა დაჩოქვას და მეორე ამ ბუზების შესახებ როგორც უკვე მოგახსენეთ. ახლა ჩვენ რაც შეეხება დღევანდელ ჩვენ შეხვედრას, ჩვენ წინა შეხვედრაზე ასეთი რამ დავგეგმეთ, რომ გვესაუბრა რახან წამსის ტექსტი დამთავრდა, გვესაუბრა იოანე დამასკელის შესახებ, რომელმაც შექმნა უდიდესი მემკვიდრეობა. მე-7 საუკუნის მოძღვარი გახლავთ იოანე დამასკელი. არის საოცარი პიროვნება, საერთოდ მინდა გითხრათ, ოქრო ნექტარად წოდებული, ასეთი ზედ სახელიც აქვს, აი ხო არის იოანე ოქროპირი, რაღაცა თქვა და ეს არის ოქრო ნექტარად წოდებული, იმიტომ რატომ ნექტარი რას აქვს? ფუტკარს. და ამ ნექტარით აგროვებს ის ყვავილებისგან იმ საუკეთესო საშუალებებს, რითიც შემდგომ თაფლი შეიძლება გაკეთდეს და ასეთი გახლავთ სწორედ იოანე დამასკელი, იმიტომ რომ მან ასეთი რამ მოახერხა თავის ცხოვრებაში, საკვირველი რამ მოახერხა, რომ წმინდა მამათა მთელი ეს თხზულებებიდან ამოკრიბა ის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რაც შეიძლებოდა მოხმარებოდა დოგმატურ საღვთისმეტყველო საკითხების განმარტებას. ამიტომაც მან შექმნა არაერთი წიგნი. ძირითადად ეს 3 წიგნია, პირველ თავს ქვია ფილოსოფიური თავებია, მოკლედ და სიბრძნის მეტყველება ქვია. და გეტყვით რატომაც არის ესეთი თავები და პირველად ეს წიგნი რატო დაიწერა. მეორე თავი არის მწვალებლობათა შესახებ, ანუ ახსნილია მწვალებლობები და მესამე წიგნი არის, რომელიც ახლა მე ხელში მიჭირავს. ასე აწერია მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა. რას ნიშნავს ახლა ერთი, მეორე და მესამე წიგნი და პირველი რატომ ფილოსოფიური თავები? ჯერ მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნით გარდამოცემით დაეწყო ამ კაცო, შეიძლებოდა, მაგრამ არა, ასე ვერ გააკეთებდა და რატომ ახლა მოგახსენებთ. მან ფილოსოფია ჩააყენა ღვთისმეტყველების სამსახურში. მან შეძლო ის, რომ აბსოლუტურად სულ ყველა ფილოსოფიური ტერმინები
რომლებითაც ადამიანები შეიძლება რაღაცა რთულ ამბებს გადმოსცემდნენ და განმარტავდნენ, ამას მისცა შემდეგი დანიშნულება, რომ საღვთისმეტყველო სამსახურში ჩაეყენებინა და პირდაპირ მამები ამბობენ, რომ ფილოსოფია ნამდვილად არის ღვთისმეტყველების მსახური და მან ეს არის განახორციელა თავის ცხოვრებაში. ამიტომაც ფილოსოფიური თავებით იწყება მისი პირველი წიგნი, სიბრძნის მოყვარეობა, სადაც ის განმარტავს ტერმინებს, იმიტომ რომ თუ არ იცი ტერმინის განმარტება, შეუძლებელია შენ პირდაპირ გაიგო მართლმადიდებლობის შესახებ ესწავლება, რომლიდანაც ეხლა ჩვენ რამდენიმე ტექსტს წავიკითხავთ. ეს წიგნი სამწუხაროდ აღარ იშოვება, ეს ედიშერმა გამოსცა, რომელ წელს აღარც მახსოვს, უნდა ვნახო. 2000 წელს გამოუცია. 25 წლის ყოფილა ეს წიგნი. ხო და გამოსცა ბატონმა ედიშერ ჭელიძემ, რომელიც გახლავთ სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების კათედრის გამგე. ძალიან საინტერესო კაცია და ძალიან მცოდნე კაცია და წყაროდ მცოდნეობითად, რა ვიცი, ედიშერის ფასი და სხვა ბევრი მიმართულებით კიდევ ნამდვილად არ ყავს, მაგრამ ედიშერმა რაც გააკეთა, ეს მინდა გითხრათ, რომ ძალიან შეუფასებელი შრომა არის. ეხლა რატომ გეუბნებით ამას? პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ეს ამხელა წიგნი არის, სულ ეს არის სინამდვილეში. აი ეს წინ რაღაცა ეს ამხელა უფრო ორმაგად სქელი რო არის, აბა რაღა არისო, შეიძლება კითხვა გაგიჩნდეს. სინამდვილეში ეს წიგნი არის სამჯერ ნათარგმნი ქართულ სინამდვილეში. ერთი თარგმნა არსელ იყალთოელმა, მეორე თარგმნა ეფრემ მცირემ და მესამე თარგმნა ედიშერ ჭელიძემ. ეხლა უყურეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, სად ქონდა ჩვენ ამის ფუფუნება, რომ შუა საუკუნეებში ერთი თარგმნილი წიგნი რამდენჯერმე გვეთარგმნა. არ ქონდა ნამდვილად ამის ფუფუნება, ამდენი ტყავის საშუალებაც კი არ იყო, რამდენი წიგნი დაწერილიყო, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი წიგნია, რომ არსენმა რომ თარგმნა, ამის შემდგომ ეფრემმა გაიმეორა. ედიშერმა რა გააკეთა, იცით, ამოიღო ხელნაწერებიდან არსენის ტექსტი და ეფრემის ტექსტი, გააკეთა პარალელურად ესენი და ბოლოში გააკეთა თავისი თარგმანი. ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა და ეს უნდა იცოდეთ თქვენ, იმიტომ რომ ძალიან დიდი დავა და კამათები იყო გაჩაღებული რაღაცა დოგმატურ საკითხებთან მიმართებაში და მოძღვრები, რომლებიც მათ შორის მოძღვრებიც იყვნენ და ერისკაცებიც, რომლებიც ედიშერს ეკამათებოდნენ რაღაცა საკითხთან დაკავშირებით. ისე ცოტა ღიმილის მომგვრელიც კი იყო, უმრავლესობამ არ იცოდა არც ძველი ბერძნული, არც ლათინური. და ედიშერი ძველი ბერძნულიდან და ლათინურიდან თარგმნის ჩვეულებრივად. და პატრიარქთან რომ მივიდა ეს დავა, პატრიარქმა უთხრა, რომ ჯერ იქნებ გესწავლათო თქვენцо, იმიტომ რომ ესენი კითხულობდნენ რუსულიდან. და რუსულში საიდან მოვიდა? ან ბერძნულიდან იყო გადმოთარგმნილი, ან ლათინურიდან. რუსულად კი არ დაწერილა ეს ტექსტები. ანუ ისინი თარგმანს კითხულობდნენ და თარგმანის მიხედვით ესაუბრებოდნენ ედიშერს. და ედიშერი დედანში კითხულობდა ამას ყველაფერს. ამიტომ მახსოვს მე უწმინდესის ეს ნათქვამი, რომ იქნებაო გესწავლათო ბერძნული, იმიტომ რომ გავათოგთო ამაზე. ბერძნული გესწავლათო იქნებაო ეს ძველი ბერძნულიო და ამის მერეო გელაპარაკათო ბატონ ედიშერთან. ნუ არ ვიცი ხა რამდენად შეასრულეს მათ ეს ისწავლეს თორა, თუმცა კი დავა და კამათები დღესაც არ წყდება ხოლმე რაღაც საკითხებთან მიმართებაში. რასთან დაკავშირებით? არა, ტიპიკონთან დაკავშირებით გაგრას არ ყოფილა ლაპარაკები. დოგმატურ საკითხებზე. ამიტომაც ედიშერმა გააკეთა ასეთი რამ, რომ ეჭვი რო არ შეეპაროს ვინმეს მის თარგმანებაში. აქ არის ბატონო მოცემული არსენ იყალთოელის და ეფრემ მცირის ტექსტი, რომელიც ორივე წმინდანია. ნუ ეხლა ედიშერი ამბობს, რომ ეხლა ჩემს წმინდანობაში, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეიტანოთ ეჭვი, მაგრამ არსენის და ეფრემის წმინდანობაში ხო ვერ შეიტანთ. ანუ ჩემს დაწერილში, ჩემს თანამედროვე ქართულად გადმოთარგმნილში თუ რაიმე არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ თავი პირველი რომ წერია, რომ მიუწვდომელია ღვთაება და რომ არ გმართებს ძიება ფუჭად, შეგიძლია გადაშალო და ნახო, რას წერს ეფრემი და რას წერს ესე იგი არსენი. ვით არ მიუწვდომელ არის ღმერთი და ვით არ მე არა ჯერ არ ძიებაი და გამოძიებაი. აქეთ ეფრემის პარალელური ტექსტი, აქეთ იმისი რა ქვია, არსენ იყალთოელის. ამიტომაც თითქოს ედიშერმა მოინდომა რომ რაღაცნაირად ეს გზა მოეჭრა, უაზროდ მოკამათეები გამოდიან ხშირად ადამიანები, იმიტომ რომ მართლა ასია კაცო, თუ მე არ ვიცი ძველი ბერძნული როგორ შეიძლება ველაპარაკო იმას, რაღაცა რომ გადმოთარგმნა ადამიანი, ვედაო ამ იმასში თარგმანში.
არა მაქვს ამისი უფლება. ელემენტარულად უნდა ვიცოდე ეს დედანი ენა, რომლიდანაც თარგმნის, იმიტომ რომ რუსულად რო წავიკითხე, თარგმანი ყველა შემთხვევაში კომენტარია, ეს უნდა იცოდეთ. აი, აქედან გამომდინარე. მე ეს ტექსტი გახსოვთ ჩვენ ხუთნაირად გადმოვთარგმნეთ. ხუთნაირად. ამიტომ თარგმანი ყველა შემთხვევაში თავის კომენტირებას ითხოვს. და ამაში რომ აღრეულობა არ ყოფილიყო, ედიშერმა ძალიან ჭკვიანურად გააკეთა, რომ ბოლოშია მისი ნათარგმნი ტექსტი, რომელიც არის სულ ეს არის ეს მისი წიგნი და ეს ამხელა წიგნი გახლავთ რაღაცა სამეცნიერო კვლევა ამ ტექსტისათვის და მე თვითონ უშუალოდ ხელნაწერებში დაცული არსენისა და ეფრემის ტექსტი. როგორც თარგმანში განსხვავება ნახეთ რუსულსა და ქართულში შეიძლება. ბატონო? თარგმანში განსხვავება ნახეთ ბატონელი შეიძლება და რუსულ თარგმანში. მე ეს არ შემიდარებია არასდროს მიშა, იმიტომ რომ არ დავეჭვებულ ვარ ამ საკითხში მართალი გითხრა და ისინი რაზეც დაობდნენ შემიძლია დავასახელო კიდეც საკითხი რომელზეც მიმდინარეობდა დავა, ეს იყო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ, ცოდნა არ ცოდნის შესახებ დავა, მაშინ ისინი სარგებლობდნენ ერთი წიგნით, რომელიც იყო რუსულად დაწერილი მიტროპოლიტი მაკარი თუ არ მეშლება ერთმა რუსმა, რომელმაც გადათარგმნა და რაღაცა შეცდომა ჰქონდა გაპარული იქ ისე მახსოვს, იმიტომ რომ ედიშერმა ცალკე პუბლიკაცია მიუძღვნა ამას იმ წიგნის იმ თარგმანის შესახებ თქვა რომ მას ეს შეცდომა აქვს რაღაცა გაპარული და აქედან მომდინარეობს მე თქვენი ესე იგი ეს სწავლებაო ეუბნებოდა და ამის გამო მოკლედ მიმდინარეობდა ეს დავა და კამათი რომ სწორია არასწორია და მოკლედ როგორ არის მაგრამ მე არასდროს არ შემიდარები არ დამინტერესებულ ვარ იმიტომ არ დამინტერესებულ რომ მაგერ ეფრემის და არსენის ტექსტი მაქვს და არ მჭირდება მიტროპოლიტი მაკარი ამ შემთხვევაში ცუდი კაცი კი არისო კაცო მაგიტო კი არ ვამბობ მაგრამ არ დამჭირვებია და ამიტომ შესაბამისად ეს ტექსტები ერთმანეთს ემთხვევა ეფრემი არსენი და ედიშერი ემთხვევა რაღაცო შევადარო ხო და რა მაკარი რაღაცო შევადარო ჩემი პატივისცემა მას ახლა მაგრამ რა შუაშია ხო რატო უნდა შევადარო ამიტომ არ დამჭირვებია ეს საკითხი თუმცა კი ცალკე პუბლიკაცია აქვს მას და ინტერნეტ სივრცეშიც იძებნება ეს პუბლიკაციები library.g თუ რაღაც არის ესეთი აღარ მახსოვს საუთისმეტყველო ტექსტებია და იქ ედიშერს აქვს ეს პუბლიკაციები გამოქვეყნებული ამასთან დაკავშირებით. ხო, რასაც ვამბობდი იოანე დამასკაზე, ცოტა ორიოდე სიტყვა უნდა გითხრათ მისი ცხოვრების შესახებ და მე უშუალოდ რაღაცა ამ ტექსტს თქვენთან ერთად გადავხედავ თუ როგორი მსჯელობა აქვს ამ ადამიანს და როგორ აყალიბებს თქვათ აზრებს და იგივე თქვათ საღვთისმეტყველო და დოგმატურ საკითხებს როგორ ფორმულირებას აძლევს. ეს კაცი გახლავთ დამასკოში დაიბადა სავარაუდოდ იყო არაბი და მამამისი მსახურობდა ხალიფას კარზე. ხალიფას კარზე ძალიან დაწინაურებული კაცი იყო. ერთი ეს იოანე ხო ყავდა, მამამის ერქვა თუ არ მეშლება სახელად სერგი და ერთი იოანე ხო ყავდა შვილი და ერთი კიდევ იშვილა. სიცილიელი იტალიელი ბავშვი იშვილა, რომელიც უპატრონოდ დარჩა და მოკლედ ამათმა მიიღეს ძალიან დიდი განათლება. კოსმა ერქვა მას თუ შეიძლება სახელებს ცოტას ავიწყდება ხოლმე ბოდიშ გიხდით რა იმიტომ რომ ვერ მოვასწარი გადამეხედა კიდევ ერთხელ სანამ თქვენ ამას მოგიყვებოდით მაგრამ რაც მახსოვს ფაქტებს სახელები შეიძლება ამერიოს მაგრამ ფაქტებს დანამდვილებით გეტყვით რაც არის მის ცხოვრებაში კოსმასთან ერთად გაიზარდა ნუ მაშინდელი განათლების რაღაცა უმაღლესი საფეხურები რაც იყო ყველაფერი შეისწავლეს ეს არის დიალექტიკა რიტორიკა მაშინ ეს აუცილებელი საგნები იყო არითმეტიკა მუსიკა ეს იყო ამ საგნების გარეშე შეუძლებელი იყო საღვთისმეტყველო თემების ათვისება, ფილოსოფია და ძალიან წარმატებულები იყვნენ. იმდენად კარგად აითვისეს ეს ყველაფერი, რომ იოანე დანიშნეს ქალაქის თავად დამასკოში. ანუ რო წარმოიდგინოთ, რომ ქალაქის მერი იყო. და როდესაც გაჩნდა ხატმებრძოლეობის ერესი, ზუსტად ეს პერიოდია, ხატმებრძოლეობის ერესი რო გაჩნდა, იოანემ დაწერა 3 წერილი ამ ხატმებრძოლეობის წინააღმდეგ. ამ დროს კონსტანტინოპოლის იმპერატორი, ბიზანტიის იმპერატორი არის ხატმებრძოლი თვითონ და ამბობს რომ აი უნდა და ხატების თაყვანისცემა, ესე იგი ის არის აქვე კერპთაყვანისცემასთან არის გატოლებული და რაღაცნაირად ესე იგი ეს კაცი იბრძვის ამ ხატების წინააღმდეგ, მაგრამ იოანეს ეს წერილი იმდენად მყარი წერილი იყო და იმდენად საფუძვლიანი იყო რომ ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა, ვერ დაუწყეს კამათი და
რა გაეკეთებინათ არ იცოდნენ. ვერც იჭერდა იოანეს, იმიტომ რომ თავის იმპერიაში არ შედიოდა ეს, ხალიფას ის იყო. ხალიფას გამგებლობაში იყო. შესაბამისად, მის გამგებლობაში რო ყოფილიყო, აუცილებლად დაიჭერდა და მოკლავდა. მაგრამ რადგანაც ეს ვერ მოახერხა რა იცით? დაწერეს იოანეს წერილის მისმა კალიგრაფებმა, მიამსგავსეს იოანეს კალიგრაფიას და დაწერეს ესეთი წერილი, რომ ვითომ იოანეს წერს ბიზანტიის იმპერატორს, რომ ჩამოდი და აიღე დამასკო და შენი გახდება აქაურობა და მე დაგიდგები გვერდითო. ანუ მოღალატეობრივი წერილი ვითომ დაწერა იოანე დამასკელმა. ეს რა თქმა უნდა ხალიფას გამოუგზავნეს და უთხრეს დიდი მოწიწებით და პატივისცემით და მლიქველობით, რა თქმა უნდა, რომ აი შეხედეო რას გწერს, აგერ შენი ქალაქის თავიო და ჩვენო შენ გაცნობებთო, რომ როგორი კაცი გიდგასო მოკლედ გვერდზეო. ხალიფამ ბუნებრივი არც კი გამოიძია ეს საქმე და იოანეს მოკვეთა მარჯვენა. მარჯვენა ხელი მოკვეთა, ნუ სიკვდილით ეტყობა ვერ დასაჯა მაინც, იმიტომ რომ დიდებულების ოჯახიდან იყო. ეტყობა მოერიდნენ ამის გამო, მოკვეთა მარჯვენა, მთელი დღის განმავლობაში ეს მარჯვენა იყო ჩამოკიდული ბაზრის მოედანზე, მაშინ იქ ყველაზე ბევრი ხალხი სადაც ტრიალებდა, რომ ენახათ როგორი სასჯელიელის ხალიფას მოწინააღმდეგეებს და ამის შემდგომ ხდება ასეთი ამბავი, რომ დაუბრუნებენ ამ ხელს იოანეს საღამოს მოუტანენ უკან დასამარხად, ასეთი წესი იყო, რომ რაღაც სასჯელის მერე აძლევდნენ, რომ დაემარხა უნდა მას თავისი სხეულის ეს ნაწილი. იოანე დადგება ღამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატთან და იწყებს გულმხურვალე ლოცვას. აი ცრემლიან ლოცვას ღვთისმშობლის წინაშე, იმიტომ რომ მართალი არაფერი არ დაუშავებია თან და რაღაცნაირად ამ განცდით ლოცულობს და ჩაეძინება ამ ლოცვაში და გაიღვიძებს და ხელი აქვს გამთელებული იოანეს. ამიტომ სასწაული სამხელა ღვთისმშობელი არ გაგიგიათ, სამხელა ღვთისმშობელი გახლავთ ამ სასწაულთან დაკავშირებული, იმიტომ რომ იოანემ გააკეთა მერე ამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ჩარჩო, რომელზედაც ვერცხლის ხელი გამოაჭედინა და მიამაგრა და ამიტომაც დღეს სადმე თუ შეხვდებით სამხელა ღვთისმშობელი, ასეც სამებაშიც არის, ჩვენთან საკურთხეველში არის, კი, ჩვენთან აქ საკურთხეველში არის, ხო, მე რომ მოვედი დამხვდა მარჯვენა მხარეს ლაზარეს ხატი, მარცხენა მხარეს, ესე იგი სამხელა ღვთისმშობლის ხატი და რაღაც ახლა მენიშნა და არის აქეთ ლაზარეს ხატი ტაძარი ავაშენე და აქეთ ნეტა სამხელას ის ხო არ უნდა ავაშენოთ. ხო და აი ეს სასწაული უკავშირდება სწორედ იოანე დამასკელს. ამ სასწაულის შემხედვარე ხალიფამ რა თქმა უნდა გადაწყვიტა რომ იოანე თავის ადგილას დაებრუნებინა, მაგრამ მან აღარ ისურვა ეს ამბავი და წავიდა მონასტერში, საბაწმინდაში. ეს გახლავთ პალესტინაში ძალიან მკაცრი პირობებია, მინდა გითხრათ, არ ვიცი ყოფილ ხარ თუ არა, მე არაერთ გზის ვარ ნამყოფი, აი ბოლოს მედალი გავიყავით, მართალია ქალებს არ უშვებენ, მაგრამ ჭიშკრამდე კი მოდიან. ჭიშკრამდე მოდიან, ხო, ჭიშკრის შიგნით აღარ უშვებენ, იმიტომ რომ რაღაცა მკაცრი ტიპი კონი აქვთ და არის ძალიან ფიცხი უდაბნო, მინდა გითხრათ, ზამთარ ზაფხულა, აი აუტანელი ჰავა არის, ზღვის დონიდან არის დაახლოებით 1-200 მეტრის დაბლა, წარმოიდგინეთ და ნუ მძიმეა სუნთქვა და სიცხეშიც და სიცივეშიც ღამე ტემპერატურა ძალიან მარდება, დღის განმავლობაში აუტანელი სიცხეა და აი ამ პირობებში არიან ბერები ნამდვილად მოღვაწეობენ. აი ნამდვილი მოღვაწეობა აქვს და წმინდა საბას უხრწნელი გვამი დღემდე ამ მონასტერში არის. სხვათა შორის გავრცელდა კადრები, არ არის ბევრი წელი გასული, რომ მას გამოუცვალეს შესამოსელი, ეს გავრცელდა როგორ, ესე იგი აცმევდნენ ახალ შესამოსელს მე-5 საუკუნეში გარდაცვლილ ადამიანს. მე-5 საუკუნეში მოღვაწეობდა წმინდა საბა განწმენდი. კარგით, ხო და იოანე დამასკელმა დაიწყო იქ მოღვაწეობა. პალესტინის უდაბნო გახლავთ ეს უდაბნო, დიახ. იქ მოღვაწეობდა მოკლედ იოანე დამასკელი. ხა ძალიან გაჭირდა, წარმოიდგინე ხა მონასტერში მიიღო ასეთი ბერი. მას მოძღვარი ხო უნდა უპოვოდა. მან რომ მოძღვარზე უკეთესად იცის ყველაფერი, როგორი ძნელია რა, ეხა მე რასთან ჩემზე მეტი რომ ვინმე გავიგორო იცით, ხო, დავბრკოლდები სერიოზულად რა. მე რომ გონია რომ ვიცი, ბევრი, იმიტომ ლაპარაკ. ხუმრობ რა თქმა უნდა. უპოვეს მოძღვარი, რომელმაც აუგზალა წერა. უთხრა რომ არ შეიძლება ამპარტავნებაში ჩავარდები. და აუგრძალა მას რომ რაიმე დაეწერა საერთოდ, ან რაიმე პოლემიკური, ან რაიმე საღვთისმეტყველო. მოხდა ასეთი რამ, რომ მის მეგობარ შვილი გარდაეცვალა და მან დაწერა
შესვენებულთა საგალობლებით. ჩვენ ახლა რასაც ვსახურობთ მიცვალებულთა მსახურებას, სულ იოანე დამასკელის დაწერილია რო იცოდეთ. სადა იგი არა არ ჭირი მწუხარება არა ურვარცა სულ თქმა რომ ეს სულ იოანე ოქროპირისა იყო. იოანე დამასკელის ტექსტები. ეს ტექსტები რო დაუწერა, მოკლედ სული სანუგეშო ტექსტები დაუწერა ამ თავის მეგობარს იმ შვილის გარდაცვალების გამო, რომ ეს უგალობოთო მიცვალებულსო და უგალობდნენ მას. ეს რო გაიგო მისმა მოძღვარმა გამოაგდო მონასტრიდან. გამოაგდო მონასტრიდან კურთხევის არ დამორჩილებ ურჩობის გამო და 2 თუ 3 დღე ესე იგი ის გარეთ იდგა და იხვეწებოდა რომ ოღონდაც დამაბრუნეთო მეც აღარ ვიზაო, მეც აღარ დავწერ არაფერსო. დააბრუნეს იოანე დამასკელი მონასტერში, იმიტომ რომ ბერემ მას თხოვეს ძალიან რომ რაღაცა ნუგეშისთვის იყო ესო და თავის გამოსაჩენათო არ გაუკეთებიაო გამწარებული მშობელსო მოკლედო ესეო მიუძღვნაო მოკლედ ეს ისა რა ქვია ნაშრომი და დააბრუნეს მონასტერში ძალიან ცუდ საქმეებზე და ცუდზე არა უბრალოდ სამონასტრო საქმეზე მაგრამ გულისხმობ რას თუ რამე სადმე სიბინძურე იყო ესენი უნდა ესუფთავებინა და დიდი სიხარულით შეუდგა ამ საქმის კეთებას და ამის შემდგომ ხდება ასეთი რამ რომ ღვთისმშობელი ეცხადება მის მოძღვარს და ეუბნება რომ შენ ახლა მას უნდა მისცე კურთხევა რომ პირიქით დაждდეს მან და უნდა დაიწყოს საღვთისმეტყველო ტექსტების წერა. ამის შემდგომ დაიწერა ეს ემოთ ჩამოთვლილი წიგნები, ფილოსოფიური თავები, მწვალებლობათა წინააღმდეგ, ანუ მწვალებლობების განმარტება და მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა. ამის შემდგომ დაწერა მან ჩვენი ლიტურგიკული ტექსტები მაგ 8 ხმათა მსახურება რო გაგვაჩნია ჩვენ ახლა ლიტურგიკულად ხო იცით როგორ მსახურობთ იწყება ესე თქვა დღეს იყო მეხუთე ხმა დღეს კვირა ხო ზვიად ხო მეხუთე იყო დღეს მეხუთე ხმა არის ხო შემდეგი კვირა მეექვსე ხმა იქნება ავალთ 8-ზე დაიწყება ისევე პირველი ხმა მეორე ხმა წლის განმავლობაში ესე ბრუნავს ეს ციკლი 8 ხმა არის სულ იოანემ დაწერა 4 ხმის სრული მსახურება ანუ 4 ხმა მერე დანარჩენი არის მერე დამატებული ეს 8 ხმათა მსახურება არის მე-7 საუკუნეში შედგენილი, რომელიც ესე ყოველდღიურ მსახურებაში გახლავთ ჩართული და 4 ხმა კონკრეტულად ამ წმინდა მამას ეკუთვნის. ასევე ეკუთვნის ძალიან ისეთი ცნობილი ტექსტები, ყოლა წმინდა ღვთისმშობლის საგალობელს რო ვგალობ. დიდმარხვის ყოველ კვირას იგალობება ასეთი საგალობელი. შენ დამიხარებს მიმადლებულო ყოველი დაბადებული. გახსოვთ ეს ტექსტი? ესეც იოანე დამასკელის ტექსტია. მის მიერ დაწერილი ლოცვა. ასე რომ ის იყო ძალიან საინტერესო პიროვნება, ძალიან დიდი წმინდანი, დიდი მოღვაწე, დიდი განათლების და დიდი შემეცნების კაცი, რომელმაც მართლა ოქრო ნექტარი შემთხვევით არ უწოდებიათ, იმიტომ რომ ამ თავისი ნექტარით ეს ყველაფერი მოიმუშაკა და გააკეთა ასეთი წიგნი. ჯერ მარტო სარჩევს რო გადახედოთ. არის ძალიან საოცარი თავები, ნახეთ, რითი იწყება? რომ მიუწვდომელია ღვთაება და რომ არ გვმართებს ძიება და ფუჭად დაშრომა იმათ შესახებ რაც არ გადმოუციათ ჩვენთვის წმინდა წინასწარმეტყველებს, მოციქულებს და מחარებლებს. აი ამის განმარტებაა პირველი თავი. გამოსათქმელთა და გამოუთქმელთა, საცოდნელთა და უცოდნელთა შესახებ, იმიტომ რომ არის რაღაცა რაც არ გამოითქმის. შინაგანად რაღაცა რო გაგიხარდება ადამიანს, როგორ შეგიძლია ეს გადმოსცე, გამიხარდა და გადმოსცემს ეს იმ სიტყვებს? ეს სიტყვები გადმოსცემს შენ შინაგან მდგომარეობას? ვერ გადმოსცემს. დასაბუთება რომ არის ღმერთი, იმის შესახებ თუ რა არის ღმერთი რომ მიუწვდომელია იგი, დასაბუთება რომ ერთია ღმერთი და არა მრავალი, ღვთის სიტყვისა და ძის შესახებ სილოგისტური დასაბუთება, ჩვენ ამაზე თქვით წინაზე მრწამსე და მე უფრო დაწვრილებით შეგვიძლია წავიკითხოთო. წმინდა სამების შესახებ, სამი გვამოვნების განყოფის შესახებ და საქმის აზრისა და გონების შესახებ. ჩვენ ეს შედარებაც მოვიტანეთ თუ გახსოვთ საქმის აზრისა და გონების შესახებ ვილაპარაკეთ. ღვთისადმი თქმულთა შესახებ, საღვთო ერთობისა და გამიჯვნის შესახებ, ღვთისადმი სხეულებრივად თქმულთა შესახებ, ღვთის ადგილის შესახებ, მე ხა მოკლედ ვამბობ, თორე ვრცელი სათაურები. საღვთო ბუნებისთვისებები, საუკუნის შესახებ, შექმნის შესახებ, ანგელოზთა შესახებ, სატანასა და ეშმაკის შესახებ, ხილულთა შესაქმის შესახებ, ცის შესახებ, სინათლის, ცეცხლის, მნათობების და ნუ ამ ჩამონათვალე ამათ შესახებ, ჰაერისა და ქარების შესახებ, წყალთა შესახებ, მიწისა და იმათ შესახებ, რაც მისგანაა. სამოთხის შესახებ, ადამიანის შესახებ, სიამოვნებათა შესახებ, წუხარებათა შესახებ, შიშის შესახებ, რისხვის შესახებ, წარმოსახვითობის შესახებ, გრძნობის შესახებ, აზროვნებითობის შესახებ,
მეხსიერებითობის შესახებ, შიგნით მდებარე და წარმოთქმითი სიტყვის შესახებ, ვნებულებისა და მოქმედების შესახებ, მოქმედების შესახებ, ნებაყოფლობითისა და უნებურის შესახებ, იმის შესახებ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ესე იგი ჩვენს თავისუფალ ნებაზე, მომხდართა შესახებ, რა მიზეზით შევიქმნით თვითმფრინავები, მათ შესახებ, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, წინა განგების შესახებ, წინასწარმცოდნეობა და წინა განსაზღვრულობის შესახებ, საღვთო განგებულების ჩვენდამი მზრუნველობის და ხსნის შესახებ, ღვთის სიტყვის ჩასახვის რაგვარობისა და მისი საღვთო განხორციელების შესახებ, ორი ბუნების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაც მრწამსში გავიარეთ, ჩვენ შეგვიძლია ამებს გადავხედოთ, მე უბრალოდ სათაურს იმიტომ გიკითხავთ, რომ იცოდეთ რაოდენ ვრცელი რამ არის ეს. არ მინდა ისე დაგღალოთ, თუ თქვა თუ ინტერესოა ეს სათაური, პირდაპირ იმაზე გადავიდეთ, მაგრამ ბუნებათა რიცხვის შესახებ, ნაცვალბოძების შესახებ, რომ მთელი საღვთო ბუნება მისი ჰიპოსტასთაგან ერთში მთელ ადამიანურ ბუნებას შეუერთდა და არა ნაწილ-ნაწილ. რონა რაღაცა ნაწილ-ნაწილ არ ღმერთის სიტყვის ერთი შედგენილი ჰიპოსტასის შესახებ, მათ მიმართ, რომლებიც ამბობენ, ერთიან ოდენობას განეკუთვნება უფლის ბუნება თუ გამიჯნულს. პასუხი იმაზე, რომ არ არის ბუნება უჰიპოსტასო. სამწმინდაობის შესახებ, სახეობასი და ინდივიდში განჭვრეტილი ბუნების შესახებ, ღვთისმშობელია წმინდა ქალწული, ორი ბუნების თვისებათა შესახებ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ნებათა და თვითუფლებრიობათა შესახებ, მოქმედებათა შესახებ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში. მათ მიმართ, რომლებიც ამბობენ, თუ ადამიანი ორი ბუნებისა და ორი მოქმედების, აუცილებელია, რომ ქრისტესთან დაკავშირებით სამი ბუნება და ამდენივე მოქმედება ითქვას. იმის შესახებ, რომ განხრტობილია უფლის ხორცის ბუნება და ნება, კვლავ ნებათა და თვითუფლებრიობათა, გონებათა, ცოდნათა და სიბრძნეთა შესახებ, ღმერთ მამაკაცური მოქმედების შესახებ, ბუნებისეული უყვედრებელი ვნებულებების შესახებ, უმეცრებისა და მონობის შესახებ, წარმატების შესახებ, შიშის შესახებ, უფლის ლოცვის შესახებ, განკუთვნის შესახებ, სხეულთა ვნებულებისა და მისი ღვთაების უნებლობის შესახებ, იმის შესახებ, რომ სიტყვის ღმრთება განუშორებელი დარჩა სულისა და სხეულისაგან უფლის სიკვდილის დროსაც, ხრწნისა და განხრწნის შესახებ, ჯოჯოხეთში ჩასვლის შესახებ, აღდგომის შემდგომი მოვლენების შესახებ, მამის მარჯვნივ ძდომის შესახებ, მათ მიმართ, რომლებიც ამბობენ, თუ ორი ბუნებაა ქრისტე, მას ქმნილებასაც მსახურება თაყვანისცემ და რა ქმნილა, მოკლედ რატო ვცემთ თაყვანს ქმნილებას ამის შესახებად. რისთვის განკაცდა ძე და არა მამა ან და სული. რა განხორციელდა, რა განახორციელა მან განკაცდა რა. მათ მიმართ, რომლებიც გვეკითხებიან ქრისტეს ჰიპოსტასი ქმნილი არის თუ უქმნელი. იმის შესახებ თუ როდის იწოდა იგი ქრისტედ. მათ მიმართ, რომლებიც გვეკითხებიან, ნუ თუ ღვთისმშობელმა ორი ბუნება შვა, ნუ თუ ორი ბუნება ჩამოეკიდა ჯვარზე. ეს ყველაფერი გახლავთ დოგმატური საკითხი, რასაც მე ახლა აქ ვლაპარაკობ. ეს არის სწავლება, რომლის გადახვევაც ითვლება ქრისტიანობისგან გადახვევად. როგორ ითქმის, მალე მორჩებებ. როგორ ითქმის პირშოთ ღვთის მხოლოდშობილი ძე. რწმენისა და ნათლისღების შესახებ, რწმენის შესახებ, ჯვრის შესახებ, აღმოსავლეთისკენ თაყვანისცემის შესახებ, უფლის წმინდა და უბიწო საიდუმლოთა შესახებ, უფლის წარმომავლობისა და წმინდა ღვთისმშობლის შესახებ, წმინდათა და მათი ნაწილების პატივისცემის შესახებ. აი სხვათა შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ წმინდათა თაყვანისცემას რაღაცები ვერ იგებენ, რომ რატო უნდა ვცე წმინდათს. ხატთა შესახებ, წერილის შესახებ, წერილი, სადაც სიტყვა წერილი შეგხვდებათ, ყოველთვის ბიბლია უნდა იგულისხმოთ, იცოდეთ. ქრისტეს მიმართ თქმულთა შესახებ, იმის შესახებ, რომ ღმერთი არ არის ბოროტებათა მიზეზი, იმის შესახებ, რომ არ არსებობს ორი დასაბამი, ორი დასაბამში იგულისხმება მოძღვრება ფილოსოფიური, რომელიც ამბობდა, რომ არსებობს ორი დასაბამი სიკეთისა და ბოროტების. ანუ ბოროტება არსებობდა ღმერთის პარალელურად და თქვათ ღმერთისგან იქნება კეთილის სამყარო და იმ ბოროტებამ თქვათ თავისი ამ ორ დასაბამზე ეს რა თქმა უნდა მწვალებლური სწავლებაა და ამის შესახებ იოანე დამასკელი გვაცდის ცნობებს. რის გამო შექმნა წინასწარმცოდნე ღმერთმა ისინი, რომლებიც შესწოდავდნენ და არ შეინანებდნენ. ხო საინტერესოა. ღვთის რჯულისა და ცოდვის რჯულის შესახებ, იუდეველთა წინააღმდეგ შაბათის შესახებ, ქალწულობის შესახებ, წინადაცვეთის შესახებ, ანტიქრისტეს შესახებ, აღდგომის შესახებ. ასე მთავრდება ეს წიგნი. ხო და საქმე რაში არის, იცი რომ
უშუალოდ ეს წიგნი მე აღარ მეგულება არსად. არ ამგონია რომ სადმე გაყიდვა შეიყოს. ელექტრონულად უნდა იყოს. ჩემი აზრით ელექტრონულად უნდა იყოს ეს წიგნი. და ესევე უნდა ჩაწეროთ მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა. ჩაწერეთ თქვენს ძიების იმაში, სისტემაში და მე ვფიქრობ, რომ ამოგიგდებთ ამ წიგნს და მე დაინტერესებული თავები შეგიძლიათ წაიკითხოთ და შეგვიძლიათ აქ განვიხილოთ კიდეც ეს თქვენ რითიც დაინტერესდებით. ეს უნდა ვისწავლოთ და დავიძებნოთ. მე ასე მგონია. ნუ ზოგადად მართლა ასე არის. იცი ხა შენ კი ალალი გულით ამბობ ხა ამას, მაგრამ თვალით ქრისტიანები არა. ნუ რეალურად ასე არის, იმიტომ რომ ზოგადი შეხედულება გვაქვს, მაგრამ არ ვიცით ეგენი ზუსტად და რა არა განმარტებითი არ ვიცით ხა. ვიცით რაღაც, მაგრამ ხა. ამიტომაც რაღაც ისეთი არ ვიცით რაც მანწერი. ამიტომაც ნახე პავლე მოციქული წერს თავის საყვარელ მოწაფეს ტიმოთეს ეპისტოლეს რა და ძალიან მიყვარს ეს ტიმოთეს მიმართ ეპისტოლე რაღაცა განსაკუთრებული იმიტომ რომ მოძღვრებითი სწავლება აქვს იქ როგორ ვთქვათ როგორ თვითონ უნდა იღვაწოს და როგორ უნდა აკურთხოს ახალი მოძღვრები და მრევლთან ვიქრივებთან ქალწულებთან მოხუცთან ახალგაზრდასთან რაღაცა სულ ესეთ დარიგებებს აძლევს და ერთ-ერთი დარიგება არის რომ დედაბრულ ზღაპრებს მოერიდეო რა არის იცით დედაბრული ზღაპრები? რაც ამ წიგნს ცდება, ყველაფერი დედაბრული ზღაპარია. რაც ოდესმე წავიკითხავს და ხო, აი მაგალითად, ეხა ჩემი ბებია, რომელიც იყო ამ ურწმუნოვარო და არ მწამს ღმერთი ბები, უბრალოდ მამა ჩემის ბებია იყო, ჩემი დიდი ბებია იყო. რომელიც ესე კარგად მახსოვს, მე დიდი ბიჭი ვიყავი, უკვე 15 წლის ვიყავი, როდესაც გარდაიცვალა. მახსოვს რომ ამბობდა რომ მე ღმერთი არ მწამს და რაღაცა, მაგრამ არ მოგცემდა უფლებას რომ ორშაბათს თავი დაგებანა. ახლა ამ წესზე თუ გადავალთ ჩვენ რომ ორშაბათს არ შეიძლება თავის დაბანა, გეკითხებით ამ წიგნთან რამე საერთო აქვს ამას? დედაბრული ზღაპარი არის ეს? ხო და მაგას ამბობ, დედაბრულ ზღაპრებს მოერიდე ნიშნავს იმას, რომ რაც საეკლესიო სწავლებას არის აცდენილი, ყველაფერს უნდა მოერიდო. ცხარი უნდა დავკლა თუ ხარი რო გეკითხებიან ახლა, არ არის ეს საეკლესიო წესი ბატონო და აი ოჯახის გადაწყვეტილებაა, გინდა ხარი დაკალი და გინდა დინოზავრი, რა ვიცი, რაც გინდა ის დაკალი. ხო, ამიტომაც რაც აუცილებელი საცოდნე, სხვათა შორის ეხლა წარმოიდგინეთ, ახალი იოანე დამასკელმა რაც დაწერა, იმის მერე ჩვენ სიახლე არაფერში არ აგვაქვს. რაღაცა დოგმატური საკითხი წამოჭრილიყო, რომელზე და ჩვენ პასუხი არ გვაქვს მოცემული, ასეთი რამ არ არსებობს ვირფოსებო. ვიღაცამ შეიძლება თითიდან გამოწვეული რაღაცა თქვას რომ ეს როგორ არის ის როგორ არის აქ წერია ყველაფერი და თუ რაღაცა იოანემ არ დაწერა მაშინ დანაშაული ჩაუდენია კაცო რომ რაღაცა დოგმატური საკითხი გამორჩენია და ვერ დაუწერია იოანეს ყველაფერი არის ამ წიგნში ეხლა სათაურები მე ისედაც მოკლედ ვკითხულობდი და ამ წიგნს რა თქმა უნდა ჭირდება უფრო მეტი ყურადღება ქრისტიანი მორწმუნეების მიერ რომლებიც უნდა აზროვნებდნენ და ფიქრობდნენ და ამ მიმართულებით უნდა მიდიოდნენ. იმიტომ რომ ერთია წმინდა წერილის კითხვა, რომელიც ჩვენი უცილობელი, აი ისეთი აუცილებელი მოვალეობაა, ეს რომ აი როგორ დავარწმუნო ხოლმე ამაში საზოგადოება არ ვიცი, რომ აუცილებლად უნდა კითხულობდეთ წმინდა წერილს, ეს და შედარება ასეთი მომაქრო სამედიცინოზე რო სწავლობდე და ანატომიის წიგნს არ იღებდე ხელში მეთქი ამას ვამბობ ყოველთვის რა მოუვა შენს პაციენტს მერე თუ დიპლომი მოგწეს ხო წარმოგიდგენია დაახლოებით ესეთი მდგომარეობა წმინდა წერილს არ კითხულობდე და ესე იგი ამბობდე რომ ქრისტიანი ვარ რანაირად როგორ ქრისტეს ქადაგება თუ არ იცი რა იქადაგა ქრისტემ თუ არ იცი აი ქადაგება მთაზე რომელსაც ვამბობ მათეს სახარების მეხუთე თავი იწყება ასე რომ დაჯდა მთაზე და დაიწყო ქადაგება და მეხუთე მეექვსე მეშვიდე თავი სულ ქადაგებაა რაზე ილაპარაკა არ ვიცი, მაგრამ ქრისტიანი ვარ, იმისი არ იყოს. მოვნათლე ბავშვები, მაგრამ მე აღარ მინახავს ნათლობის მერე. რანაირი ნათლია ხარ? ამიტომ სულ რაღაცა დანაშაულია ესე. რა თქმა უნდა. რომ ესეც ბებიების ზღაპრებიდან არის ის, რომ არწოდნა არწოდვაა. და ვინ შეგიშალა ხელი რომ არ გესწავლა? ვაზებილებინებდნენ რა. ხო, იცი რა, გავიგებდი ეხა რომ ის ბებია ჩემი როცა დაიბადა, მაშინ დევნა იყო ეკლესიისა და გავიგე რომ შეიძლება იმას არმე იოანე დამასკელი შეიძლება გაგონილი სულაც არ ქონოდა, ვერ ექნებოდა, იმიტომ რომ ეკლესიებს ანგრევდნენ, წავდნენ, ღდელი თვალით არ მინახავს, მე ისე დავამთავრე სკოლა გინაღამ. ამიტომაც მართლა
ხოდა ასე იყო ჩვენთანაც იქ მომნათლეს იგორის ეკლესიაში მაგრამ მარტო მოსანათლად ვიყავი და მე 1-2 ჯერ ვარ ნამბობ ამიტომაც ვამბობ იმას რასაც ვამბობ რომ მაშინ კიდე გავიგებდი მაგრამ აი დღევანდელ დღესო ვინმე ამას იტყვის რომ არცოდვა ვეკითხები რატო არიცი აგერ არა წიგნი არის შოვება ინტერნეტი არა გაქვს ყველაფერია ბიბლიოთეკა არა გვაქვს სასულიერო სასწავლებლები არ გვაქვს მოძღვრები არ გვყავს რომლებსაც შეეკითხები და გიპასუხებენ თუ რა ხო გვაქვს ეს ყველაფერი თუ მაინც არ გადაამოწმონ არიან თუ არა ნამდვილად მონათლულები იმიტომ რომ ასეთი სიტუაციები ხდებოდა ნათლულები ერქმეოდათ უბრალოდ მე შენი ნათლია ვარ და ის არ სრულდებოდა დასახელებული იყო ხო და ამიტომ ეს საკითხები გადაამოწმეთ აუ ელენე დიდი მადლობა შენგენაცვლა ეს საკითხი მართლა უნდა გადაამოწმოთ იმიტომ რომ დასახელება ხდებოდა ხშირად რომ მე შენი ნათლია ვარ ვიღაცა ძმაკაცი ეტყოდა თავის იმას ძმაკაც თავის შვილზე და მე ეკლესიაში კი არ მიყავდათ ბავშვი და ეს მონათლულია შეიძლება ჯვარიც მოეტანა საჩუქრად და ისიც რა ქვია რაღაცა ხატიც მაგრამ საიდუმლოება არ სრულდებოდა კაცო ადამიანზე და ეს საკითხები ნამდვილად უნდა გადაამოწმოთ ვისაც მეხსიერებაში არ აგავს კი სახლში ხდებოდა კი ბატონო მე მომქონდა როგორც ბაბო და მე მომქონდა ჯვარი ჩავდიოდი ქუთაისში შეიძლება ასეც იყო რომ წესის აგებაზე რომ ჩამოყავდათ ღდელი მაშინ ნათლავდნენ იქ ოჯახის წევრებს სარგებლობდნენ ამითი ამის ესეც სხვათა შორის დედაბრულის ზღაპრებიდან კიდე ერთი ამბავი გითხრათ ვინმე რომ მოკვდება სასწრაფოდ უნდა მოინათლოს ყველა კაცო თუ არ წამს ღმერთის რატომ უნდა მოინათლოს ამიტომ ესეც იქედან მომდინარეა ნახეთ მაშინ ესეთი აუცილებლობა იყო რომ თელ რაიონში ერთი მღვდელი არ იყო ვიღაცა რომ გარდაიცვლებოდა და თუ კი გადაწყვეტდა ოჯახი რომ წესი აეგოთ ეს მღვდელი რომ მოდიოდა ამის პარალელურად რომ მიცვალებულს გააპატიოსნებდა ნათლობებსაც ატარებდა აი ესეთი საშუალება ეძლეოდა და ამიტომაც ეს გავრცელდა მე თითქოს რაღაცა დოგმა არის რომ თუ ახლა არ მოვნათლეთ მიცვალებული სანამ არის იქამდე არ გვეშველება არაფერი და მიცვალებულს ხო და არ არის ეს სწორი დამოკიდებულება იმიტომ რომ ნათლობა სხვა საიდუმლოება აბსოლუტურად საერთო არ არის დაკავშირებული წესის აგებასთან და დიახ რა თქმა უნდა აბა რა ქალმაც კი შეიძლება მონათლოს აი ბულატა უგუჯავა სიკვდილის წინ თავის მამეუბრე მონათლოს შესაძლებელი კი ბატონო აბსოლუტურად შესაძლებელი ამბავია ხოლოდ ფორმულა უნდა წარმოთქვას მრწამსი სასურველია რომ წარმოთქვას მრწამსი და ფორმულა ვიცოდეთ უნდა ყველამ რა ერთმან აღმოგაჩინოთ ამ სიტუაციაში მაგრამ თუ თქვათ აღმოჩნდებით ამ სიტუაციაში რომ ვიღაცა ითხოვს ნათლობას უნდა წარმოთქვათ მრწამსი აიღოთ წყალი და დაასხათ სამჯერ თითოეულ დასხმაზე ამბობთ ნათელს იღებს მონან მხევალი გააჩნია კაცზე მონა მხევალი თქვათ აი ესა და ეს სახელითა მამისათა ამინ დაძისათა ამინ დაწმინდისა სულისათა ამინ ის ადამიანი მონათლულია ჩვეულებრივად ქალი კაცი ბავშვი ვინც ამას აღასრულებს მნიშვნელობა არ აქვს ოღონდ ეს არის ექსტრემალურ სიტუაციაში ეს კი არა რომ გავიდეთ ახლა და ქუჩაში ხალხი მონა ხო ეს არის მაგალითად აი სამშობია რომ ბლოკებში ექიმებს აქვთ მიცემული ამაზე კურთხევა რომ თუ ხედავენ რომ ბავშვი დაბადებისთანავე რაღაცნაირად ვერ გააგრძელებს სიცოცხლეს ექიმები აკეთებენ ამას მშობლები აკეთებენ ამას ან ვიღაცა იქ ახლობელმა შეიძლება გააკეთოს ამიტომ ეს შეუძლებელი თუმცა კი თუ გადარჩა ეს ადამიანი უნდა მიიყვანონ მერე ტაძარში და ამ ფორმულის გარდა რაც წასაკითხია იმას წაუკითხავს ღდელი მირონს აცხებს რა თქმა უნდა თუ არა და მონათლულია ჩვეულებრივად უწმინდესი რომ ჩამზადდა პირველად იმაში სვანეთში მესტიაში რა დიახ პირველი რაც გააკეთა აზრები ხო გახსნა დიახ აზრების ახლოს მდებარე სასაფლაოებს წესია აქ რა დიახ ეს პირველი რაც გააკეთა გაგიჟებული იყო საერთოდ ამდენი ხანი დაცოლებული მზადებოდა რომ
ხელი არ ყავდა. კი. ბაბუაიკო ხოლმე გიორგი გუდიანის დახვრიტეს. დიახ. 28 წელში. მასწავლებელი იჟრაციაში. წმინდა ამბროს ხელაიასთან ერთად პერიოდის უსახე იყო და კაშკი გამოუშვეს ციხიდან, კაშკი გადაიცვალა რა. და წარმოიდგინეთ 28 წლიდან სანამ უწმინდესმა ხელი არ დაასხამდეს 80 წლებში რა. დიახ. რა ყოლია. ნუ არც ორი ნაცლებოდა ეს ერთი რა. სადაც ხო ამდენი მიცვალებული წესრიგების გარეშე კი, ასეთი სავალალოდ რომ ამიტომაც ვამბობ ძალიან ხშირად მე რომ დღეს ხო არ ვართ ამ მდგომარეობაში, დღეს ხო არის ამის საშუალება რომ ეკლესიაში შეხვიდე, ახსარება თქვა, ეზიარო, რაღაცნაირად გაეცნო ამას თუნდაც რაღაცით დაინტერესდე და დღეს რო იძახი რომ არა, დღეს არა, ხვალ ვიზამ ამას, ხვალ გექნება ამის საშუალება, იცი? ხო, იმიტომ რომ ასე იყო ყველგან კაცო რეგიონები ხა თბილისში იყო თიძე ჩამოსათვლელი მღვდლები და სად იყო მაგის ფუფუნება რომ ესე მღვდლები ყოფილიყვნენ. კი. კარგით. დიახ. 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 სახარებაში უხალე ამბობს რომ აი ღმერთთან დაკავშირებით რომ სასუფეველია ამათნაირების არის სხვა ადგილას კიდე ამბობს რომელზე თუ ესეთები არ იქნებით ვერ შეხვდათ სასუფეველში და ხმების სათვისება იგულისხმება ამ ნათქვამში. კი, ძალიან საინტერესო ამბავია ესა. მულახდილობა. ჩემმა შვილიშვილმა გააბრაზა თავისი ბებო. ჩემი ცოლი. ძალიან გააბრაზა. ადგა მან და მოსცხო ერთ ადგილას. და ამ ბავშვმა რომ მოსცხო, კი არ იმდენად კი არ ეთკინა დარწმუნებული, რამდენადაც ეწყინა, იმიტომ რომ ჩვენგან არ არის ამას მიჩვეული რა. ჩვენგან ამას არ არის მიჩვეული, რომ საყვედური მშობლებისგან შეიძლება, მაგრამ ბებია ბაბუისგან ვერ წარმოედგინა. ეხლა და უცბად რომ ამან მოსცხო, დაიწყო ტირილი. ოღონ ტირილი რომ დაიწყო, კი არ გაიქცა სადმე, ხელები გაშალა და ისე ბებიისკენ წავიდა. აი ამ თვისებაზე არის ლაპარაკი. ეს გახლავთ ის თვისება, რომ ბავშვი როგორც არ უნდა დასაჯოს დედა, მაინც დედაო ტირის და დედასთან მიდის. ამიტომაც ამ ცხოვრებისეული ნებისმიერი განსაცდელი იმას კი არნიშნავს, რომ ღმერთისგან უნდა გაიქცე. ღმერთთან უნდა გააგრძელო ცხოვრება იმ განსაცდელით, იმ სიხარულით, იმ შემთხვევით, რა შემთხვევაც არ უნდა მოხდეს შენ ცხოვრებაში. და ეს არის ჩვენ თვალწინ, ეს რაღაცას ხო არ ვიგონებ, რამე ისეთ იგავს ხო არ ვამბობ, რომელიც თქვენი გონებისთვის მიუწვდომელია. ყველას ხო ქონიათ ესეთი შემთხვევა, გაგაბრაზა შვილმა ყურს აუწევ თუ უკან შემოსხებ, გაშლის ხელებს დედაო ტირის და ისევ დედასთან მიდის. დედამ დასაჯა, მაგრამ დედაზე ტირის და დედასთან მიდის. ასეთი უნდა იყოს შენი დამოკიდებულება ღმერთთან. ეს არის პირველ რიგში სისუფთავე, რომ არ ბოროტდება ამით ადამიანი, ნახეთ? კი არ გაბოროტდა, რომ დედას ეხლა კი არ აპირებს, რომ მოგუდოს ეს დედა, იმიტომ რომ დედამ შეურაცხყოფა მიაყენოს. ეს ერთი. სისუფთავის გარდა არის აბსოლუტური მინდობა, რომ კი დამსაჯა ეხლა ამ დედამ, მაგრამ ამ დედის გარეშე მე მაინც არ შემიძლია. სიყვარულის გამოხატულება და მინდობა, რომ მე ვერაფრით ვერ გავძლებ ამის გარეშე, ეს არის ჩემი სიცოცხლე და ამიტომაც მივდივარ მისკენ, ვინც არის ჩემი სიცოცხლე ხელგაშლილი, ტირილით, გულდაწყვეტილი, რომ ესე იგი მომხვდა სამართლიანად თუ უსამართლოდ მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ კვლავ დედისკენ ხელგაშლილი. ამიტომაც არის ეს შედარება მოტანილი, სხვა ბევრი რამაც შეგვიძლია ვთქვათ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა გახლავთ ეს. ცოცხლეთ. მამა კაჰაბე, მესამე ნაწილი, ჭერიწის ისა, შეიძლება რომ დავაბეჭდო. აი მარტო ეს საინტერესო საკითხია, რომ მეგონი ყველას იცით როგორ არის? მე უნდა მოვიძიო, შეიძლება მე ვგულისხმობ, ნახეთ, უშუალოდ ეს გამოცემა აღარ გამეორებულა, 2000 წელს რომ იმის მერე აღარ გამეორებულა და ჩვენ შეიძლება ვერ მოვიპოვოთ, სადაც არის ეფრემის, არსენის და ედიშერის პარალელური ტექსტები. მაგრამ ცალკე შეიძლება არსებობდეს და ამიტომ აღარ დაგჭირდეს ამაზე წვალება და ამას გაკითხვა სჭირდება.
და ორთოდოქს ჯიზე თვითონ წიგნი აუცილებლად იქნება და ნუ ბოლოს და ბოლოს თუ რაღაცა თემების განხილვა და ვისაც უჭირს კომპიუტერიდან შეგიძლიათ სახლში ამობეჭდოთ და ისე წაიკითხოთ თქვა დიდი შრიფტით და ასე შემდგომ როგორც მოგიხერხდებათ ისე სოფო მოგძანთ კარგით იცით რა მე მგონი რომ დღეს რაღაცის განხილვა ჩვენ ვეღარ მოვასწრებთ იმიტომ რომ 40 წუთია უკვე გამიგრძელდა ძალიან სიტყვა და 40 წუთი კი გასულა ამასობაში ხო და შეკითხვები თუ გაქვთ მე გიპასუხებთ შეკითხვებზე თუ არა და დავგეგმოთ შემდეგ კვირას რაზე ვსაუბრობთ დიახ სოფო სკამები არის დაჯექი დიახ დიახ ხო ეს პასუხი გახლავთ სწორედ ისეთი სადაო თემა რომელი თემის გამოც ესე იგი ძალიან დიდი პოლემიკები იყო გამართული და აი ეს წიგნიც რო გამოიცა ესე იგი ამ წიგნსაც კი ვიღაცები ამბობდნენ რომ ალბათ ედიშერმა თავისებურად თარგმნა მაგრამ კიდევ კარგი რომ აქვე არის არსენისა და ეფრემის თარგმანებიც კარგით მე მოკლედ ამას ახლა აგიხსნით და მე უფრო ცლად შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ თუკი ჩვენ ვამბობთ რომ ღმერთი ერთია შეუძლებელია რომ მამამ რამე იცოდეს და ძემ არ იცოდეს იმიტომ რომ მათი მოქმედება აბსოლუტურად ერთია მოქმედება განგებულება აბსოლუტურად არსებით ერთია და შეუძლებელია რომ რაც იცის მამამ ის არ იცოდეს ძემ თუკი იცის ძემ რა აქ ახლა ლაპარაკია იმაზე რომ ასე ხსნიდნენ მავანნი რომ ისო არისო ღმერთი და კაციო და ანუ ღმერთმა კი იცისო რა თქმა უნდა ამასო ვერ უარყოფთო რომ ღმერთმა რა შეიძლება არ იცოდესო მაგრამ არ იცის კაცმაო და ეს არის შეცდომა აქ უკვე ქრისტეს ორად გაყოფა ხდება ჩვენ თუ ვიტყვით რომ ღმერთმა იცის და კაცმა არ იცის ქრისტეში მაშინ ორი ქრისტე გამოდის ერთი ღმერთი და ერთი კაცი რაც მწვალებლობაა ნესტორიანიზმია არაფრით არ შეიძლება იმიტომ რომ ორად გაყოფა ნუ ეს ცალკე საკითხი ხა შორს წაგვიყვანს მოდი ახლა ესე ვთქვათ რა ქრისტეზე ვამბობთ ჩვენ ერთ პიროვნებას ღმერთ კაცობრივ პიროვნებას ახლა ერთმა პიროვნებამ კითხვა ვსვავ შეიძლება რამე იცოდეს და არ იცოდეს ერთდროულად არ შეიძლება შეუძლებელია ანუ არსებობს რაღაცა ბუნებრივი თვისებები რომლებიც ერთმანეთს ითავსებს და არსებობს რომლებიც ვერ ითავსებს ერთმანეთს მაგალითად შეითავსა ბუნებრივი პირობა ის რომ კი ღმერთია მაგრამ ადამიანურად მოშივდა და ამაში თქვათ ის რომ დაცემული ბუნება აქვს თქვათ და რომ მოშივდა მოსწყურდა და ეთკინა ეს შეითავსა და არ წაურთმევია მას ეს ადამიანობისთვის არც უმეცრება არ წაურთმევია მინდა გითხრათ იმიტომ რომ ადამიანური ბუნება უმეცარია მომავლის ცოდნისა ამაში ხო თანხდებით რომ ადამიანმა თავისი ბუნებით ხვალ არ იცის რა იქნება ღმერთმა იცის რაც იქნება ამიტომაც მოხდა ასეთი რამ რომ გამდიდრება მოხდა ადამიანური ბუნებისა და არა ადამიანური ბუნებისთვის წართმევა რაღაცა თვისებისა რას ნიშნავს ეს გამდიდრება რომ წარმოიდგინოთ ასეთი რამ რომ ეს ოთახი რომ იყოს ბნელი ახლა რასაც გიყვებით ეს ყველაფერი აქ დამასკილისეულია ეს არ გეგონოთ ჩემი მოგონი ამ სიბნელეში შემოვიტანეთ ჩვენ სანთელი ამ სანთლის შუქმა ხომ გაანათა ოთახი ეს შუქი ვის ეკუთვნის ოთახს თუ სანთელს სანთელს ეკუთვნის მაგრამ ოთახიც განათებულია ღმერთკაცობრივი ბუნება სწორედ ასე არის შეერთების წამიდან განათებულია ის საღვთო ბუნებით არის გამდიდრებული შესაბამისად მან რა თქმა უნდა იცის ეხლა შეკითხვა რატომ ამბობს რომ იმიტომ რომ ადამიანმა არ შეიძლება ეს იცოდეს და არ ეუბნება მოციქულებს შეურაცხყოფას არ მიანეყენებს და არ ეტყვის რომ იცი რა მე ვეცი და თქვენ არ გეტყვით ასეთ რამეს კი არ ეუბნება ფორმულირებას აკეთებს იმ სახით რა სახითაც ჩვენ სახარებაში გვაქვს ეს დაწერილი როდესაც ამბობს რომ არც ძემან არც ანგელოსთა არც ძემან არ იციან
არამედ მხოლოდ მამამ ჩემმა ზეციერმა. რა თქმა უნდა, რაც იცის მამა მიცის ძევ და ძე გახლავთ განკაცებული ღმერთი შეერთების წამიდან, გამდიდრებული ადამიანური ბუნება, გამდიდრებული იმდენად, რამდენადაც მაშინ შეიძლება ესეთი შეკითხვა დავსვათ ჩვენ, ვიღაცას ხელი შეახო და თვალები აეხილა. ეს ვინ შეახო? ადამიანურად შეეხო, ადამიანური ხელი შეეხო ადამიანის თავს და თვალები აეხილა. როგორ შეძლო ადამიანის ხელმა ამის გაკეთება თუ არ იყო გამდიდრებული საღვთო თვისებებით? ანუ გამდიდრება არ ნიშნავს ადამიანური ბუნებრივ წართმევას და არც იმას ნიშნავს, რომ შთანთქა და გადაფარა ადამიანი. სრული ღმერთია და სრული ადამიანი ერთ პიროვნებაში. კი, ამ ესეთი ბევრი მაგალითია, მაგალითად რკინისა და ცეცხლის, აი მაგალითად თუ ესეთი მაგალითი მოყავთ, რომ მაგალითად ალესილი ხმალი ჩავდეთ ცეცხლში და გავაცხელეთ. ამ ხმალს შეუძლია ერთდროულად გაჭრას კიდეც და დაწვას კიდეც, ხო მართალია? მაგრამ ეს მისი თვისება, ხომ არა, რკინის თვისება დაწვა ხო არ არის? გაჭრა არის, მაგრამ რომ დაწვას არ არის მისი თვისება. გამდიდრებულია ამ თვისებით, იმიტომ რომ ცეცხლშია. ანუ ჩათვალეთ, რომ ამ ცეცხლში შევიდა ადამიანური ბუნება და გამდიდრდა ამ ყოველივეთი. და არა ის, რომ ეს მისი ბუნებრივი, თუ ჩვენ გონებაში მაინც დავუშვებთ იმას, რომ დავაშორებთ ამ სანთელს და ბნელ ოთახს, ოთახი კვლავ ბნელი დარჩება. დავაშორებთ ცეცხლსა და რკინას. რკინა კვლავ ცივი დარჩება. მაგრამ ეს დაშორება ჩვენ გონებაში შეიძლება დავუშვათ რკინაზე და ცეცხლზე, მაგრამ ქრისტეზე გამორიცხული შეერთების წამიდან ის ერთია. აღარ შორდება აღარასდროს და ზეცაში ამაღლებულსაც ვხედავთ ჩვენ ადამიანურ ბუნებას. და აქედან გამომდინარე არ ვამბობთ იესოს ღმერთს და არ ვამბობთ იესოს კაცს. ვამბობთ ღმერთ კაცს იესოს, რომელიც გამდიდრებულია საღვთო თვისებებით, რაღაცა თვისებები, რომლებიც ერთად მაგალითად ღმერთს არშია, მაგრამ ადამიანშია და ესენი თავსებადია, რომ ადამიანი თქვათ ამ შემთხვევაში ჭამს, მაგრამ ის რომ ღმერთმა იცის და ადამიანმა არ იცის ერთ პიროვნებაში ვერაფრით ვერ გაერთიანდება, იმიტომ რომ ერთმა პიროვნებამ თან იცოდეს და თან არ იცოდეს შეუძლებელი. არ ვიცი რამდენად დამაკმაყოფილებლად ახსენი, მაგრამ კარგით, შეკითხვები გაქვთ კიდე? კარგით, მაშინ მე შემდეგი შეხვედრისთვის რაღაცა კონკრეტული ერთი თავი შეგვიძლია აქედან მოვახერხოთ და კიდევ რაღაცის განმარტებები გავაკეთოთ. იცი რა, ცოტა რთული არის და შეიძლება გაგვიჭირდეს ამისი ესე ზედმიწევნით მიყოლა. მე ვფიქრობ, რომ წმინდა წერილის რთული ადგილების განმარტება დავიწყოთ ჩვენ, იმიტომ რომ არის რაღაცა რთული ადგილები, აი რაღაც ვერ შეიძლება კარგად არ გესმოდეს ადამიანს რა, რატომ, როგორ და დავიწყოთ რთული ადგილების განმარტება და რა თქმა უნდა აქედანაც შეგვიძლია თითო თავი ჩავურთოთ ჩვენთვის საინტერესო.